ფორმას ვერ ხდება, იმიტომ რომ ჩემი ხო კომერციული რეკლამაა, პოლიტიკა არ ვიცი, შუაში არის ნამდვილად. სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის, რუსთავი 2-სა და GDS-ის ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამფინანსებელი კომპანიის ხელმძღვანელი გვირჩევს. ბიზნესი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. მე ამას აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს, რომ სახელისუფლებო ტელეარხებს მხოლოდ 3 თვეში რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების რეკლამა კომერციული მიზნებით დაუკვეთა და პოლიტიკური мотивация აქ არაფერ შუაში. ძალიან დიდი გათამაშება არის, დაახლოებით ალბათ მილიონნახარიანი ბიუჯეტი არის ამ გათამაშების, რა თქმა უნდა, ბიზნეს შეიძლება დიდი თანხები მაგანაკობს დახარჯოს და მაქსიმალური პოპულარიზაცია გაუწიოს ამ გათამაშებას. გაუგებარია, რა კომერციული მიზანი კარნახობს გიორგი კალანდიას რეკლამა არ განათავსოს იმ ტელევიზიებში, რომლებსაც მაყურებელი ჰყავს. სამაგიეროდ კი მილიონები მიიტანოს შედარებით დაბალ რეიტინგულ არხებზე. მაგალითად GDS. რეკლამების განთავსებისა და დაფინანსების ეს სქემა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, თუ კი კომპანიის წლიურ ანგარიშგებას ჩავხედავთ. აღმოჩნდა, რომ მეამა იმდენ ყავასაც ვერ ყიდის, რომ მოგებაზე გავიდეს. კომპანიის აკუმულირებული ზარალი 57 მილიონ ლარს აჭარბებს. მოულოდნელად სარეკლამო ბაზარზე შემოდის კომპანია, რომელსაც სატელევიზიო რეკლამის განთავსების ბიუჯეტი არ მახსენდება, რომ რაიმე მნიშვნელოვანი კონდეს აქამდე და უცებ ვიგებთ, რომ მინიმუმ 2 მილიონს ხარჯავს 4 კოცურ არხზე. ეს არის სახელისუფლო პროპაგანდისტული არხებისთვის თანხების მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში, ჩემი აზრით. კიდევ უფრო შორს მიდიან კორუფციის მკვლევრები. ჩვენი რესპონდენტები მეამას ერთდროულად მფარველად და დამკვეთად ვახტანგ გომელაურს ასახელებენ. გავრცელებული ვერსიით ოცნების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად მფარველობს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ონლაინ კაზინოს BetLive-ს, რომლის თითქმის 40%-იანი წილის მეპატრონე მეამას ძირითადი აუქციონერი და 85%-იანი წილის მფლობელი სულიკო ვარსემაშვილია. კორუფციის მკვლევრებისთვის სწორედ ასე აიხსნება ის, რომ 2016 წელს დაფუძნებულმა მეამამ, რომელიც მედიების სარეკლამო დამფინანსებელთა შორის აქამდე არასოდეს გამოჩენილა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ანუ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ იმედზე მინიმუმ 500,000 ლარის რეკლამა განათავსა. ეს უბრალო მედია შემოწირულობა კი არა, საეჭვო ფინანსური წრეა, როდესაც მეამა BetLive აზარტული თამაშების ფული ტრიალებს პროპაგანდისტულ ტელევიზიებში. მათი მფლობელი კი დაკავშირებულია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან. მეტიც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სწორედ აი ამ ჩრდილოვანი მოდელით ვახტანგ გომელაური ფულს უბრუნებს ბიძინა ივანიშვილს. და ეს უკვე სახელმწიფო არ არის. ეს არის რეალურად მაფიოზური მოდელი და ამ მოდელით იმართება დღეს ქვეყანა. მედიის სარეკლამო სივრცის შემსყიდველი ბიზნესები სატელევიზიო რეკლამას სხვადასხვა ტელევიზიაში პროპორციულად უნდა ათავსებდნენ. ასე ცოტა ბიზნესი იქცევა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებების უკან რეჟიმის ზეწოლა ან რეჟიმის მაამებლობა დგას. მოსახლეობის რეალური მოკავშირე არის დამოუკიდებელი მედია. ამიტომ ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ეს ფაქტორი, რომ ამ რეპრესიულ გარემოში, ამ რეპრესიულ საკანონმდებლო სივრცეში თუ ასე შემდეგ დამოუკიდებელ მედიაში, რომელსაც რეიტინგის მიხედვით ობიექტურად შეუძლია თქვათ გაუწიოს რეკლამა, ან გათავსებული რეკლამა მიიყენოს მაყურებლამდე, ეს დახმარება იქნება არა რეკლამის განთავსება იქნება, არამედ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაც იქნება. ეს ტელეკომპანიები იბრძვიან იმისთვის, რომ საზოგადოებაში უფრო მეტი ჩაკეტილობა შემოიტანონ, უფრო მეტად დათრგუნონ ლიბერალური ღირებულებები, უფრო მეტად შეუშალონ ხელი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ხომ? ასეთ მედია საშუალებებში, როდესაც ბიზნესი დებს მსხვილ ფულს, აქ მეტი ვერაფერზე ვერ გააკეთებ აქცენტს, თუ არა იმაზე, რომ ამ ბიზნესის გაღებული თანხა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესებს, ვინც ასეთ პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში. მეამას სულ მცირე 9 მილიონიანი კონტრიბუციით მთავრობის სატელიტი იმედი კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილით, თითქმის 15 მილიონი ლარით მდიდარ სამთავრობო მედიებს შორის ლიდერია. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დასკვნის თანახმად, იმედის ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამფინანსებელია ასევე Smart Capital Consultancy. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები არიან.